მოგესალმებით. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ზია ამაღლობელის საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. ეს არის რიგით მეოთხე საჩივარი, რომელიც რეალურად შეეხება სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება პოლიტიკური პატიმრის სახელით, რომელიც კონკრეტულად ეხება სისხლის სამართლის ძირეულ საქმეზე დარღვევებს ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ. საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის დებნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ ზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საჩივარში ასევე აღწერილია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის პარალელურად, პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი და უფლებრივი კონტექსტი. ეს არის რიგით მეოთხე საჩივარი, რომელიც საიამ ზია ამაღლობელის უფლებების დაცვის მიზნით შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში და ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ყველა ეს საჩივარი ერთმანეთთან არის ძირეულ კავშირში და ისინი რეალურად წარმოადგენენ იმ რეპრესიული მექანიზმების ილუსტრაციას, რაც ზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა. სტრასბურგში გაგზავნილ მეოთხე საჩივარში დასაბუთებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი დარღვევები. პირველი, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. ეს არის კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც დგება ყველაზე მძიმე კონტექსტებთან დაკავშირებით, როდესაც მართლმსაჯულებას არაფერი აქვს საერთო სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელისუფლების ფარულ განზრახვასთან. შესაბამისად არის პოლიტიკურად მოტივირებული. კერძოდ, საჩივარში დასაბუთებულია, რომ ზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებიც ზია ამაღლობელს უცხოეთის აგენტად მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ. თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი. ამ საქმეში ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოდგენილია მთელი რიგი ის ინდიკატორები, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ასაბუთებს, რატომ არ ჰქონდა ქალბატონ ზიას სამართლიანი სასამართლო, არც პირველ, არც მეორე და არც მესამე ინსტანციაში. კერძოდ, მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა. საქმის განხილვალმა მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა. წინასწარი პატიმრობის შეფერდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროსაც შენარჩუნდა. ამასთანავე საქმეში არ არსებობს დასაბუთებული განაჩენი. ეროვნულმა სასამართლოებმა არც ერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკურიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მაშინ, როდესაც უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ზედაპირული და არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ უბულობელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი მტკიცებულება და დაიყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს. ამასთანავე საქმეში მოხდა დაცვის უფლების ხელყოფა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად შეცვალა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ბრალდება ზია ამაღლობელის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის მიერ საქმის განხილვის ბოლო სხდომაზე. კერძოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მხოლოდ 2025 წლის 6 აგვისტოს 2 წუთის ხანგრძლივობის სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ზია ამაღლობელისადმი წარდგენილი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმამუხრი, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის
1353 მუხლის პირველ ნაწილზე. ისე რომ ამისთვის არც ერთ სხდომაზე ცნობილი არ ყოფილა მხარეებისთვის. საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირებით მზია ამაღლობელს წაერთვა დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, დაეცვა საკუთარი უფლებები ახალი ბრალდების წინააღმდეგ. ამასთანავე ჩვენ საჩივარში დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელს დაერქვა უდანაშაულობის პრეზუმპცია. მაღალი თანამდებობის პირების მიერ საჯარო სივრცეში ორგანიზებულად გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მზია ამაღლობელს არაერთხელ უწოდეს დანაშაულის ჩამდენი, არაერთხელ უწოდეს აგენტი, აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმპციას და აკალიბებდა საზოგადოებრივ აზრს მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, განაჩენის გამოტანამდე. ამასთანავე მოცემული განცხადებები მომჩივნის საწინააღმდეგო გავლენას ახდენდა უშუალო სამართალწარმოების პროცესზე. საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელის შუშის გალიაში, ეგრეთ წოდებულ აკვარიუმში მოთავსება, გარშემორტყმული შეიარაღებული დაცვით წარმოადგენდა არა უსაფრთხოების ზონას, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლის და სტიგმატიზაციის ინსტრუმენტს, რითაც დამატებით იქნა დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმპცია. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეში სამართლებრივი თვალსაზრისით იკვეთება, საია განაგრძობს ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას და აქვე ჩვენი კიდევ ერთი მკაფიო სოლიდარობა მზია ამაღლობელს, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი და რომელსაც უხეშად დაერქვა როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება, ისე ღირსების უფლება მთელი ამ პროცესების განმავლობაში. მადლობა ყურებისთვის. კითხავ თუ შეიძლება წინა სამ საქმეზეც რო გითხრათ, მოკლედ ის სამი საქმე რაც შეეხებოდა და პრინციპში ეს გასაგებია, მოკლედ და ხო 4 ნაწილად რატო გაიყო, სხვადასხვა ეტაპზე გაიგზავნა, სხვადასხვა შინაარსი აქვს. პრინციპში ეგეც არის. სისხლის აღკვეთის ღონისძიება. პირველი საქმე, გახსოვილი, რომელიც სასამართლოში შეეხება უშუალოდ სისხლის სამართლებრივ აღკვეთ ღონისძიებას, პატიმრობას, რომელთან დაკავშირებით გასაჩივრებული იყო თეორიული კონვენციის მეხუთე, მეექვსე, მე-10 და მე-13 მუხლები. ასევე მეორე საქმე უშუალოდ შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს და ასევე ადმინისტრაციულ დაკავების საქმეს, როცა დაკავშირებითაც ასევე გასაჩივრებული იყო მე-5, მე-6, მე-11 მუხლები და ასევე გვაქვს მესამე საჩივარი, რომელიც შეეხება უშუალოდ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოხდებას და გასაჩივრებული იყო მესამე, მერვე და მე-13. Deava დამოწმების სხვადასხვა მექანიზმი ქონდა მოთხოვნას და ამის გამო და ის რომ გაითხოვნა 4 სხვადასხვა საჩივარი, თუმცა როგორც აღნიშნეთ და ეს საჩივარშიც გვაქვს ჩვენი მითითებული, ყველა ეს საქმე ერთმანეთთან არის ჭიდროდ დაკავშირებული, ისინი არ ყოფილა იზოლირებული გარემოებები, ერთიანობაში ქმნის იმ კლიმატს, რითაც ქალბატონზიას დაეკვა არაერთი უფლება და ამას უკვე სტრასბურგის სასამართლოში ვასაბუთებთ ჩვენ და შეიძლება არსებობდეს მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ ოთხივე საჩივარს გაერთიანებს და ერთიანობაში გამოიტანს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთ კითხავ თუ შეიძლება უდანაშაულობის პრეზუმპციაზე საუბრობდით და ასე რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება იყო მზიას წინააღმდეგ. მზიას სამოქალაქო საჩივარი შეიტანა არაერთი, ალბათ უფრო ქალბატონი მაია ისაუბრებს მაგაზე, არაერთი სამოქალაქო არაერთი სამოქალაქო დავა დაიწყო მზია ამაღლობელმა მაღალი ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, ირაკლი ყობახიძე იყო მათ შორის. ყველა ეს დავა
შეწყვიტა წარმოება მოსამართლემ. ეს ნაწილი რამდენიც გაქვთ ინფორმაცია, ცოტა უფრო ვცლად რომ მოგვიყვეთ, ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმპციას მზიას წინააღმდეგ, რა საქმის განხილვის რა ეტაპზე იყო, კონკრეტულად რა ფორმით ხდებოდა ის და აი აქ ადგილობრივ სასამართლოში შეწყვიტა მოსამართლემ თითქმის ყველა ჯერზე არგუმენტი იყო ის, რომ ეს განცხადებები გაკეთებული იყო პოლიტიკური დებატების ფორმატის ფარგლებში, მაშინ როცა თითქმის ყველა განცხადება იყო ესე ჟურნალისტთან ინტერვიუს, ასე ვთქვათ, ფარგლებში. ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, მოკლედ რა გვეღწევთ და თან შეაფასოთ რამდენად შეიძლება. ესე იგი ეს ნაწილი, რაც ვიმკითხეთ, არის ამ საჩივრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, ამავდროულად თავად ამ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას მზიას მიმართ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ორ ფრაგმენტად დაგიყოფით, თქო, სისხლის სამართლის საქმეში იყო დიდი დოკუმენტისებურები წარდგენილი, გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე როგორ არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმპციას. იქ მოიხსენებათ სასამართლო მიზუნა ამისთვის სახელმწიფო ბრალდება მნიშვნელობენ, რომ სასამართლომ ამორიცხა ყველა ეს მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმიდან, ეს არის ნაწილი ამ საქმის. შემდეგ არაერთი შუამდგომლობა ჰქონდა ჩვენ იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც პროცესის ყალდაყალ აკეთებდნენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და მხედველობაში მაქვს ბატონი ყობახიძე და ბატონი წილოსანის განცხადებების დარჩას ვითხოვდით და მათ დაკითხვას სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში, ვინაიდან მათი განცხადებები გახსოვთ მიემართებოდა სწორედ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მზია ამაღლობელი მოქმედება დავალების ფარგლებში, ასე ვთქვათ, შეკვეთით. სისხლის სამართლის საქმე გარკვეული თვალსაზრისით ორკესტრირებდა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს ამ განცხადებასთან და ამ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა სწორედ მათი დაკითხვას ცხადია სასამართლომ არც ერთი შრომისმოყვება. თუმცა ბრალში ეს არ იყო, ხო, ასახულებით. ბრალი იყო იმდენად, ესაც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ნაწილია ამ საქმის სტრასბურგის სასამართლოში. ბრალი იყო იმდენად არაიდენტიფიცირებული, იმდენად ფაქტობრივი და სამართლებრივი ხარვეზებით, რომ რაც გაგიხარდებოდა, ბოლოს იმას ჩაყრიდით ამ ბრალდების ფორმულირებაში. განდებით ამ საქმეში ბრალდების ასეთი ფორმულირება, ვინაიდან ბრალდებამ არ იცოდა ბოლოს რას მოიფიქრებდა და რაზე ჩამოყალიბდებოდა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ბრალდება, რა უნდა დაებრალებინა. ესაც არის ერთ-ერთი გარემოება, ასეთი არაიდენტიფიცირებული ბრალდება და ამიტომ ბრალდების ფორმულირება იყო ზოგადი, მაგრამ პარალელურად იყო, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ეს კომენტარები, მათ შორის ის კომენტარები, რომ ზიამ სტიკერი დააკრა პოლიციელების ზურგზე ამ განცხადებების ტირაჟირებას, ესაც ამ სტიგმატიზაციას ემსახურებოდა, რომ აი ჯერ ზურგზე დააკრა პოლიციელებს სტიკერი და მერე კიდე ესენი ჩაიდინა. ცალკე გახოთ ეს დეფამაციური სარჩელები, ამ გზითაც ვიარეთ, არაერთი დეფამაციური სარჩელი და სასამართლომ წარმოებაში მიღების ეტაპიდან ფაქტიურად ყველაზე უარი თქვა, სწორედ იმ მოტივით, რომ ეს იყო პოლიტიკური განცხადებები. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამას ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებში. ანუ მზიას ბრალდების საქმეს იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებში. ეს დაადასტურა სასამართლომ, არც განიხილა არც ერთი ეს საქმე, ესაც არის სწორედ 18 მუხლის ნაწილში ამავე სისხლის სამართლის საქმის ნაწილი. ანუ ეს საქმე, რაც ახლა წავიდა პრინციპში ძალიან ფართოპლასტიანია და აერთიანებს ყველა მიმართულებას, მათ შორის ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხს, ისაც ეხმიანება სწორედ არის 18 მუხლის ნაწილს, რატომ არის აქ სხვა ინტერესი ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხზე კომისიამ ასევე თქვა მზია ამაღლობელის საქმეში, რომ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე განთავისუფლება იქნებოდა 100,000-ობით პოლიციელების შეურაცხყოფა. იქაც პოლიტიკური მოტივებით მიმდინარეობს ჯერობა, ამიტომ ამ საქმეს აქვს ძალიან ბევრი პლასტი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვფიქრობ, პრეცედენტის გამდენი გადაწყვეტილება იქნება ნებისმიერ შემთხვევაში და დაადასტურებს სტრასბურგი მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციას მზია ამაღლობელის საქმეზე, რაც ბევრი სხვა ასეთი მსგავსი საქმისთვის იქნება, ასე ვთქვათ, პრეცედენტის გამდენი. მადლობა. დიდი მადლობა. კი ბატონო, ჩაგწეროთ მივისეთ სინქრონიზაცია.